საბატიმროში ასე ვიტყოდი სატუსაღოში, სადაც ჩვენი პარტიის ლიდერები და ასევე სხვა პოლიტიკოსები და პარტიის ლიდერები ტყვეობაში იმყოფებიან, შეუძლებელია შაბათ-კვირის განმავლობაში შესვლა, მაგრამ რაც გუშინ ბატონმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ის არის ის რეალობა, რაც ჩვენი პარტიის ლიდერების პოზიციაა, ბუნებრივია და წარმოუდგენელი და სრულიად არარეალურია სხვა პოზიცია არსებობდეს. მე მამუკასთან და ბადრისთანაც, როდესაც მაქვს ამის შესაძლებლობა, მაქვს აქტიური ურთიერთობა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მამუკას და ბადრის პოზიცია, უბრალოდ ამ უნიჭო რუსული სპეცოპერაციის რაღაცა ელემენტებით, რაც გუშინ ყაველაშვილს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს დააწერიეს და ათქმევინეს, ეს არის უბრალოდ სული მარაზმი შემიძლია გითხრათ და თვითონაც კარგად არიან დარწმუნებული, რომ ამას არანაირი პოზიტიური მათთვის რაღაცა შედეგი, რასაც ისინი პოზიტივად აღიქვამენ, არ მოყვება, ხო? ეს არის უბრალოდ გამორიცხული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. გეტყვით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან, დიახ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან პოლიტიკურ ტყვეობაში, იმიტომ რომ ისინი არიან უშეღავათო ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ, ისინი არიან პოლიტიკური ტყვეები, ისინი იმყოფებიან იმისათვის პოლიტიკურ ტყვეობაში, რომ მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილებები და პრინციპული გადაწყვეტილებები ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ. მათ ძალიან ბევრი რამ ამ შემთხვევაში გაწირეს ამ ქვეყნისათვის და მზად არიან ეს გააკეთონ თავიდან ბოლომდე. თქვენ გემახსოვრებათ, რომ არ გასულა წელი, არ ყოფილა წელი, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ პოლიტიკაში, რომ მათ მიმართ პოლიტიკური დევნა არ ყოფილიყო და სასამართლო დარბაზებში არ ყოფილიყო იძულებით ტარება ამ ადამიანების, მაგრამ ისინი არც გატყდნენ, არც გატყდებიან ბუნებრივია, ამაში ყველა თუნდაც ოპონენტი, თუნდაც გაბრაზებული ადამიანი ყველა ამაში დარწმუნებულია. ხოლო ის რაღაცა სპეცოპერაციის მაგვარი, რაც მოიფიქრეს ამ შემთხვევაში რუსულად დადგეს გუშინ. ხო, რისთვის მოიფიქრეს და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ყოფილიყო რაღაცა დისკომფორტის შექმნელი ლელოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო საზოგადოებაში ამ შემთხვევაში დაბნეულობა, მაგრამ ჩვენ ვართ პრინციპულები, ჩვენ ვართ პრინციპული ძალა. არა, ჩვენ ვართ პრინციპული ძალა, როდესაც ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში სწორია გადაწყვეტილება, სწორია ქვეყნისთვის გადაწყვეტილება ბრძოლაში შესვლა, ჩვენ ბრძოლაზე უარს არაზოს ვამბობთ და შევდივართ ამ ბრძოლაში ბუნებრივია, ეს არის ბრძოლა, ეს არის უთანასწორო, უშეღავათო ბრძოლა და ამ უშეღავათო და უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ ღებულობთ ამ გამოწვევას და მე მინდა რუსო და ბოდიში სულ ერთი წამემინდა. ჩვენი თავარი მიზანი არის, იყო და იქნება პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება, რომლებიც გამოკეტილი არიან გლდანის საპატიმროებში, პოლიტიკური ტუსაღები და რუსთავის საპატიმროებში და სატუსაღოებში და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რის მისაღწევად ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, ეს შემიძლია გითხრათ, ხოლო ეს ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები, ეგრეთ წოდებული ეს არის ბრძოლა, ბრძოლის შესაძლებლობა, რა ბრძოლასაც ჩვენ ღებულობთ ბუნებრივია. ამბობთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნებია, სხვათა შორის ირაკლი კუპრაძეც დღეს ბრიფინგზე ამბობდა, რომ ეს დე-ფაქტო არჩევნებია, უთანასწორო არჩევნები. ამ პროცესში შედიხართ რისთვის? მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თქვენ ამბობდით, რომ პრიორიტეტული იყო ერთობა, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ოპოზიციაში, რაც ვერ ხდება და არ არსებობს ეს ერთიანობა, უკვე ფაქტია და ამის ილუზიაც არის ალბათ სამომავლოდ ამაზე ფიქრი. რა მიზნით, უბრალოდ რა შედეგი წარმოგიდგენიათ ამ ვითარებაში უთანასწორო ეგრეთ წოდებულ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობით? ჩვენ უმოქმედობას ვარჩიეთ ბუნებრივია მოქმედება, ბრძოლა, თუნდაც უთანასწორო ბრძოლა. ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში, ამ შემთხვევაში, ამ უთანასწორო ბრძოლაში და არაერთ ბრძოლაში მიგვიღია მონაწილეობა და გარანტირებული შედეგი ბუნებრივია არც ერთ ბრძოლაში და არც ერთი არჩევანში არ არსებობს. ჩვენ ვივიღებთ ამ ბრძოლას, ჩვენ ვართ აქტიურ პროტესტში, ჩვენ ვართ აქტიურ ბრძოლაში, ყველგან და ყველა ფლანგზე შემიძლია გითხრათ. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ერთიანობაზე როდესაც არის საუბარი, პირველ რიგში დავიწყებთ, რომ ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დავტოვეთ საპარლამენტო მანდატები, გაყალბებული პარლამენტის შედეგების შესაბამისად. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი და ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი პარტიის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ ის ადამიანები და არიან ის ადამიანები, რომლებმაც თქვენ გემახსოვრებათ
ნოემბერშივე ითხოვეს და მოწოდება იყო ერთიანობასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ მე არ ჩავთვლი. ჩავეძიები ერთი წუთი დავასრულებ არის არალეგიტიმური და გაყალბებული, ხომ? დავასრულებ თუ შეიძლება დავასრულებ რუსო. ჩვენ ერთიანობის მომხრე ვიყავით და ვარ და ვრჩებით ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე და ბადრინ ჯაფარიძემ გააკეთეს ეს მოთხოვნა, არ შედგა, ეს ჩვენი მიზეზით არ იყო და მე არ ვაპირებ არც ერთ ოპოზიციური ჯგუფის კრიტიკას. ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური ჯგუფი, როდესაც თითქმის ყველამ დატოვა პრეზიდენტის ფორმატი, ერთიანობის ფორმატი, ბოლომდე ვიყავით, ჩვენ სადაც მიგვაჩნია სწორად ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლა რუსული რეჟიმის დასასუსტებლად, ყველგან და ყველა ფლანგზე, ყველა კანონიერ კონსტიტუციურ ფორმას გამოვიყენებთ, რომ ვიბრძოლოთ ამ ფლანგზე. ეს არის ჩვენი მოწოდება და ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ ვართ ბრძოლაში. ეს შემიძლია გითხრათ. უმოქმედოდ არა ვართ. თქვენ საპარლამენტო მანდატები დატოვეთ იმის გამო, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, ასე მიიჩნიეთ, რომ არის გაყალბებული და შესაბამისად მიმართეთ ბოიკოტს. როცა დღეს უკვე წინასწარ ამბობთ, რომ ეს არჩევნები არ არის არჩევნები, რაც გველოდება, რომ ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო არჩევნებია, მასში მონაწილეობა რამდენად არის თანმიმდევრული პოზიცია, იმიტომ რომ ამის გამო ეს ამოვიკითხე მათ შორის საბა ბუაძის პოსტში, სადაც ის საწინააღმდეგოა, მოკლედ თქვენ არ გეთანხმებათ. პირველ რიგში მინდა გითხრათ რუსო, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას არ მიიღო მონაწილეობა, მარტივი კითხვა მინდა დავსვა და ამ ბრძოლაში არ მიიღო მონაწილეობა. ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ დადგებოდა თუ არა, არალეგიტიმური იქნებოდა თუ არა ეს რუსული ხელისუფლება. რო არ მიგვიღო მონაწილეობა, რო ბრძოლა არ გაგვემართა. თუნდაც ამ უთანასწორო ბრძოლაში არ შესულიყო ყველა ოპოზიციური პარტია. იქნებოდა თუ არა ეს საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმური და დადგებოდა თუ არა ეს საკითხი. აი აქედან უნდა მოვიდეთ, იმიტომ რომ მაშინ გაიმართა ბრძოლა. სუსტად ამასთან აგვაქვს საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ვღებულობთ მონაწილეობას. ეს არის უმთავრესი, ეს არის აღმოსავალი წერტილი, რეჟიმის დასუსტება არის მთავარი. ახლა შანსებს როგორ ხედავთ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუ საპარლამენტო არჩევნების გამოცდილება გვაქვს, საუბრობთ ტოტალურ გაყალბებაზე და ახლა იცით რა რუსო, ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო. რა შანსია რომ რაღაც შედეგზე გახვიდეთ? კი. ამას გავაერთიანებთ იმ კითხვაში, იმაში, რა ქვია, ასევე პათოში რაც ჟღერდება, რაც რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გააჟღერეს, რომ ყაველაშვილის დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მარტივია, ვინც ამას შესაძლოა ამ შემთხვევაში იზიარებს ან რაღაცა თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე, მინდა ვიკითხო, როდესაც საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არის და საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, როგორ ხდება დანიშნვა, ვის მიერ უნდა დაინიშნოს არჩევნები? ვინ ნიშნავს ამ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რასაც ვითხოვთ სულ ყველა ერთად, ბუნებრივია, ხო? როდესაც თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია ამაში, რომ ეს ასე იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნებში. ბუნებრივია, ხო უნდა მიიღონ მონაწილეობა და ხო ყველა ამას ითხოვს, ხო? ამაზეა საუბარი. იქაც ხო ბრძოლა იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბრძოლის არც ერთი ფაზა, არც ერთი ეტაპი, რაც დაასუსტებს რეჟიმს, არ უნდა გამოვტოვოთ. მთავარი მიმართულება ეს არის. ჩვენთვის მთავარი არის ამ შემთხვევაში რუსო, რომ ჩვენი ამ შემთხვევაში ფოკუსი არის გასწორებული რუსულ ხელისუფლებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში რომელიმე ოპოზიციური კრიტიკულად განწყობილი ჩვენდამი ჯგუფების მიმართ რაღაცა დებატებში შესვლა და კრიტიკას და თავდასხმას. ეს უბრალოდ გამორიცხულია, ჩვენი სამიზნე არის რუსული რეჟიმი ამ შემთხვევაში და ჩვენ ამ ბრძოლაში ვღებულობთ მონაწილეობას. აი ეს არის საქმე უმთავრესი, შემიძლია გითხრათ. ყველა კრიტიკულ აზრს ბუნებრივია პატივსცემთ, ყველას აქვს თავისი პოზიცია, ბუნებრივია და ჩვენ შევეცდებით როცა ბევრი კრიტიკა და გასაგებია, ყოველთვის არსებობს კრიტიკა, ყველა ბრალს გდებენ კრიტიკას გარიგებაში ასევე ყველას აზრის გამოხატვის უფლება და პატივსცემთ ამას. ბატონო ეს მიიჩნია მეორე ფლანგმა პროტესტის ღალატად, როცა თქვენ ამ პროცესში მათი აზრით რაღაც ნორმალიზებაში ეხმარებით. შეიძლება კი. შეიძლება, მოდი დავიწყოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ტყვეობაში არიან, სიტყვა ღალატი და ღალატად მიჩნევა, რომელიც პოლიტიკურ ტყვეობაში არიან, რომელიც რეჟიმთან ბრძოლის გამო პოლიტიკურ ტყვეობაში არიან, როგორც მინიმუმ არასწორი იქნება. თუნდაც ჩემ თავიდან ჩემი
პოზიციიდან გამომდინარეც გეტყვით, ხო? თელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიბრძოდი და ვიბრძი უსამართლობის წინააღმდეგ. და როდესაც და რაც სწორად მიმაჩნია ბრძოლისათვის არც ერთ ბრძოლაზე ვამბობ უარს. და ეს არის უმთავრესი ახლა ვიყოთ ბრძოლაში, გასაგებია ყველა ადამიანს თავის პოზიცია აქვს, შეიძლება ვიღაცა მომეტებულად თავს გვესმოდეს, მაგრამ ჩვენ ამ თავდასხმად, ასე ვთქვათ, ამ მომეტებული თავდასხმით არ უპასუხებთ. თავარი არის ის, რომ იყოს ერთობა ამ შემთხვევაში, გასაგებია დღეისდღეობით რა სიტუაციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა არის გასაფრთხილებელი, ვინც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. თავარი რა არის? ჩვენი მიზანი ხო ერთია. შეიძლება გარკვეულწილად ბრძოლის მიზნამდე მიღწევის შესაძლებლობა იყოს ხედვებში განსხვავებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს თავს უნდა დავესხოთ. თუ სხვების პოზიცია ეს არის, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ დავასრულებ. ჩვენი მიზანი არის ერთი და იმ ბრძოლაზე, რა ბრძოლაზეც არის საუბარი, აქციები, ბრძოლა ახალი არჩევნებისათვის, რაც უმთავრესი არის, პოლიტიკური ტყვეებისა და ამ შემთხვევაში ახალი არჩევნების დანიშვნა, ბუნებრივია ეს დღის წესიდან კი არ იხსნება, ეს არის ნომერ პირველი და ამ ბრძოლით ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ამას გავაძლიერებთ. ეს არის უმთავრესი ამ შემთხვევაში. საერთო მიზანი შესაძლოა გქონდეთ ერთი, თუმცა რაღაც ტაქტიკები არის განსხვავებული. ეს ასე ჩანს და ერთიანობა, რომელიც გინდოდათ, პრინციპში ეს კითხვაც მაქვს. ერთიანობა იყო თქვენთვის უფრო პრიორიტეტული თუ არჩევნებში მონაწილეობაზე ერთიანობა? იმიტომ რომ ჩანს, რომ ერთიანობა რახან ვერ შედგა, თქვენ რაღაც შესაძლოა ასეც მივიჩნიოთ, ან არსებობდეს მოსაზრება, რომ თქვენ პირიქით წახვედით ერთიანობის წინააღმდეგ. არა, ჩვენთვის ერთიანობა იყო მნიშვნელოვანი, ბრძოლაში ერთიანობა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ბრძოლა, ეს არის გამოწვევა და ამ ბრძოლაში უნდა მიგვეღო ყველას ერთიანად მონაწილეობა, მაგრამ ეს ერთიანობა არ გამორიცხავს, კი არა პირიქით, ჩვენ ვრჩებით ამ შემთხვევაში და ბუნებრივია ეს ასეც არის, ამაზე კითხვაც არ იქნება, იმისათვის, რომ პოლიტიკური ტყვეები იყოს თავისუფალი, იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში იყოს მიღწეული ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ დამატებით ბრძოლის ხაზად განვიხილავთ აი ამ ბრძოლას, რასაც ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები. ლევან, მინდა მაინც მოვისმინო და ამ ბრძოლაში ღებულობთ მონაწილეობას. კი ბატონო, აი ამ ბრძოლაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით თქვენ რა შედეგს ხედავთ? ანუ ბრძოლის საბოლოო მიზანი შესაძლოა იყოს ხელისუფლების დამარცხება, პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი რა უნდა იყოს? იმიტომ რომ საუბარი თავიდანვე როცა ლელომ დაიწყო, იყო თბილისში გამარჯვებაზე, ეს იმ შემთხვევაში წარმოედგინა თქვენს გაერთიანებას თუ კი ყველა ერთად იქნებოდით, აი ახლა თქვენ ყველა ერთად არ ხართ. რა შედეგი შეიძლება მიიღოთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით? რა ხდება 5 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელსაც ხედავთ, რომ უთანასწორო იქნება? კი ბატონო, უთანასწორო იქნება, მით უმეტეს, როდესაც დღეის მდგომარეობით სამწუხაროდ ეს ერთიანობა, რასაც ჩვენი სურვილი იყო და ვითხოვდით, რომ ეს ერთიანობა შემდგარიყო, არ შედგა, ბუნებრივია, მეტად უთანასწორო იქნება, შანსები უფრო მეტი იყო ერთიანობის შემთხვევაში, ვიდრე აი ამ შემთხვევაში რა სიტუაციაციც აღმოჩნდით, მაგრამ უშანსო სიტუაცია ამ შემთხვევაშიც შეიძლება ითქვას, რომ შანსები რაღაცამ არსებობს და აი ამ შანსებისათვის სანამ არსებობს შესაძლებლობა, სანამ არსებობს ბრძოლის შესაძლებლობა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის მთავარი. ნახოთ, არა ვარ სკეპტიკურად განწყობილი, დრო გვიჩვენებს, რამდენი და როგორ გაძლიერდება ამ შემთხვევაში ჩვენ ამ დამატებით ბრძოლაში მონაწილე ადამიანების რიცხვი, სხვადასხვა კუთხით, არა ლელო ძლიერი საქართველოში დღესშემავალი სუბიექტებისა და პარტიის წევრების კუთხით, მე იმედი მაქვს, რომ ეს გაძლიერდება და ეს იქნება ამ შემთხვევაში რეჟიმის დასასუსტებლად ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი. შესაძლოა ამ ვითარებაში, როცა ქართული ოცნება მაქსიმალურად აძლიერებს წნეხს ოპოზიციაზე და საერთოდ პროტესტის მონაწილეებზე, ორივე არჩევანი, რაც ახლა ოპოზიციაში არსებობს, იყოს რთული გასაკეთებელი არჩევანი, ორივეს ჰქონდეს რისკები და ორივეში ხედავდეს ადამიანის შესაძლებლობას. თუმცა თქვენ მიერ არჩეული გზა არის ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებში მოგებისთვის, ბრძოლა პროცესისთვის, პროცესის შესაქმნელად, თუ ბრძოლა პარტიული იდენტობისთვის, აი გითხარით რომელია? ბრძოლა რეჟიმის დასასუსტებლად.
მაქსიმუმის გაკეთება, ყველა ფლანგზე ბრძოლა, ყველა ფლანგზე, ყველა კანონიერი კონსტიტუციური მეთოდით, ყველა შესაძლებლობის გამოყენება რეჟიმი დავასუსტოთ. ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლოა მათ არგუმენტი რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ, უყურეთ იძულებული გავხადოთ რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ, იძულებული გავხადოთ რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და იძულებული გავხადოთ რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოთ. ყველა ფლანგზე, ყველგან, ყველა კანონიერი, ყველა კონსტიტუციური მეთოდით ბრძოლა. აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კი ბატონო, ხელისუფლების დამარცხებისთვის თქვენ რაღაც კითხვა დამისვით და არ მესმოდა და არ მინდა მაყურებელს დაბეჭდება დარჩეს რომ რამეს გაურბივარ, ამიტომ გთხოვთ. გიმეორებთ, თქვენი მონაწილეობა ხელისუფლებას მისცემს თუ არა არგუმენტს თქვას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე რომ პროცესი დემოკრატიულად წარმართა, რომ მას სურდა არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა, ვინც დაკავებული იყო მათ იწყალებდა და ასე შემდეგ, ასეთი იმიჯი შეუქმნას პროცესს. ეს იქნება თუ არა მისთვის შესაძლებლობა რომ ეს თქვას. იცით რა არის? პირველ რიგში ხელისუფლებაო თქვენ საუბრობთ და ამათი ლეგიტიმაციის თემა უკვე მე მგონი ყველგან გადაწყვეტილია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. თუ არა ის იღებს კანონებს, მოქმედებს კანონები. ხო, არა, მაგაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ლეგიტიმაციის თემაზე როცა საუბრობთ, რუსო გასაგებია ლეგიტიმაციის თემაზე, როდესაც საუბრობთ ლეგიტიმაციის თემაზე, ამათი ლეგიტიმაციის თემა გადაწყვეტილია როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი ქვეყნის უმრავლესობაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. მოდი ამას შევთანხმდეთ და ამას ჩვენს მიერ არჩეულ გზასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე მგონი ამას ჩვენი ევროპელი კოლეგების რეზოლუციების მოწმობს და ამას მე მგონი ზედმეტი ამ შემთხვევაში ჩაღმოვება არ ჭირდება რომ ამას რაღაც საუბარი იმაზე და კარგი ამაზეც საუბარი რომ შეწყდა ბოლო დროს რომ რაღაც ლეგიტიმაციის მინიჭებასთან არანაირი კავშირი საერთოდ არ გააჩნია და ეს ბუნებრივია ასეც არის ხო ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენ შევდივართ ძალიან რთულ გამოწვევაში ეს კარგად გვესმის არის გარკვეული სახით კრიტიკა შეიძლება თავდასხმებიც, მაგრამ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიულ რელსებზე, ქართულ რელსებზე დაბრუნება, რა გზაც და გზებიც მიაჩნია სწორად, ბუნებრივია ისე უნდა იმოქმედოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ყველა ბრძოლაში მონაწილეობა, სადაც კი შესაძლებელია რეჟიმის დასუსტება, არის აუცილებლად მისაღები და უკან არ უნდა დავიხილოთ. კი ბატონო, პირველი რეაქციებიც უკვე არსებობს და პრინციპში ამ პოზიციას რაც უფრო მეტად აღჟღერებდით, არსებობდა ეს რეაქციები, რასაც ახლა ვხედავთ სოციალურ ქსელში პრინციპში მაინც და მაინც უცხო თქვენთვის არც უნდა ყოფილიყო. მე მაქვს კითხვა კოალიციაზე, რაზეც იყო საუბარი ასევე ბრიფინგზე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა უკვე საარჩევნო კამპანიის წარმართვა? ერთის მხრივ ამომრჩევლებთან საუბარი, მეორეს მხრივ ასევე პარტნიორებთან საუბარი, გახარიას გუნდი, პარტია გირჩი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. თქვენ ხედავთ თუ არა რესურსს, ან გაქვთ თუ არა მზაობა, რომ ყავდეთ საერთო კანდიდატი, ან რაღაც საერთო პლატფორმა შექმნათ? საერთოდ ამასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, შემიძლია გითხრათ და რასთან საუბარიც არ ყოფილა, საერთოდ იმაზე ვერ ვისაუბრებ, ხო ბუნებრივია. ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლად ამ ბრძოლაში შესვლის გადაწყვეტილება. ეს შემიძლია მოკლედ და კონკრეტულად გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, თუმცა როგორ ფიქრობთ? ცალ-ცალკე კანდიდატებით ბრძოლა იქნებოდა ახლა უფრო შედეგიანი თუ საერთო კანდიდატი? შეიძლება ესეთ წარმოვიდგინოთ. ლელო ძლიერი საქართველო ამ ბრძოლაში, კი ბატონო. ლელო ძლიერი საქართველო ამ უთანასწორო ბრძოლაში მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მნიშვნელოვანი რეჟიმის დასასუსტებლად. აი ეს შემიძლია გითხრათ. დანარჩენთან დაკავშირებით ბუნებრივია მოგვიანებით ყველაფერი გახდება ცნობილი. და ერთი კითხვა მაქვს ასევე, თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ეს ორივე ფლანგზე ბრძოლა. თქვენ ითხოვთ საპარლამენტო არჩევნებსაც პატიმრების გათავისუფლებას და აი ამ პროცესის ნაწილად წარმოაჩენთ, ხომ? რაღაც თუ სწორად ვიგებ, რომ პროცესში ამ ბრძოლაში ადგილობრივი არჩევნები არის თქვენი ერთ-ერთი გზა ბრძოლის. წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც არსებობს ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება, რა ხდება ადგილობრივ არჩევნებში, როცა ქართული ოცნება, რომელიც ასევე აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქის თუ დიდი ქალაქების წაგება, შესაძლოა იმავე მეთოდებით თუ არა უარესი, ატარებს არჩევნებს
და მაინც დიდი შედეგი ოპოზიციას არ აქვს. აი ამ პროცესში ასეთი სურათი თუ კი დავინახეთ, თქვენი აზრით წინააღმდეგობის მოძრაობას ექნება мотиваცია, რომ თქვენ გვერდში ამოგიდგეთ და რაღაც ახალი ტალღა ვნახოთ ხელისუფლების წინააღმდეგ. პირველ რიგში არა თუ ქართული ოცნება ასნობიერებს, არამედ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დედაქალაქის წაგების შიში აქვს და მისი ნომერი პირველი ამოცანაა, რომ არ შედგეს ამ შემთხვევაში ერთობა და არ შედგეს ის ერთობა, რაც გარანტირებულად აძლევს დამარცხების ფორმულას. რა თქმა უნდა, ეს ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა პრინციპში. კი ბატონო, ვინ-ვინ და მათ ყველაზე კარგად იციან რუსო დამერწმუნეთ, რომ ერთობის შემთხვევაში გარანტირებულად მარცხი აქვს დედაქალაქში და გარანტირებულად მარცხი აქვს დიდ ქალაქებში. ეს ჩვენ ვიცით, ამაში დარწმუნებული ვართ და ეს მათ იცოდნენ კარგად. ისინი ყველაფერს აკეთებენ ამისათვის, მაგრამ ჩვენ როდესაც ხედავთ, რომ ბრძოლაში შესვლა არის სწორი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვღებულობთ, ამ გამოწვევას ვღებულობთ. ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხისგებლობას ვღებულობთ, ჩვენ ვართ პასუხისგებლიანი პოლიტიკური ძალა და ამ ბრძოლაში ვაპირებთ შესვლას ბუნებრივია. ლევან, ბოლო კითხვა მაქვს, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ახსენეთ, სადაც ბოლომდე ხედავდით თქვენ შეხვედრებზე. სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობს? ბოლოს მარტო ვიყავით, მე მგონი დარჩენილები, თუ არ ვცდები. ნუ იყო ზოგიერთი პარტიებიც სხვაც. მისი იმედი გაქვთ ამ პროცესში, თუ როგორია მისი პოზიცია? ქალბატონი სალომე ბუნებრივია თვითონ გააკეთებს განაცხადს და გადაწყვეტილებას, მე ბუნებრივია მის მაგივე ვერ ვისაუბრებ და არც სწორი იქნება და არც კორექტული ჩემი მხრიდან რაღაც ვარაუდების გამოთქმა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის. აი ბოლოს რომ მარტო იყავით, არ ქონიათ საუბარი. არა თუ იმ სახის არა, მე პირდაპირ გეუბნებით, ქალბატონი სალომე ბუნებრივია თვითონ გააკეთებს, გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს და მე ვერანაირად ვერ დავიწყებ იმის ამ შემთხვევაში ვარაუდს და ვარაუდებს, ეს იქნება უპასუხისმგებლო ჩემი მხრიდან, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია ნებისმიერი მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის პატივსაცემი. როგორც ჩვენი ოპონენტების ამ შემთხვევაში, ოპონენტებსაც მე მათ ვერ უწოდებ თანამებრძოლების, იმიტომ რომ ყველა რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც თუნდაც რადიკალურად ფიქრობს ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ყველა ადამიანი არის ძვირფასი, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ამ ქვეყნის კეთილდღეობა და რუსული რეჟიმის ბუნებრივია გასტუმრება ხელახალი არჩევნების გზით.